ერთ-ერთ ვიდეოში გაჩვენეთ ჩემი და ენდის საოცნებო სახლი, რომლის შეძენასაც ვფიქრობდით. რადგან ორივეს ძალიან გვიყვარს სტუმრების მიღება და გამასპინძლება, გადავწყვიტეთ სახლის ნაცვლად ისეთი ბიზნესი შევიძინოთ, სადაც ვიცხოვრებთ კიდეც და ვუმასპინძლებთ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან აფრიკაში. ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე უამრავი ადგილი მოვინახულეთ, თუმცა ჩვენი ფავორიტი აი ეს გახდა Tata Farm, ასე ქვია ამ კურორტს, რომელიც ეროვნული ნაკრძალის გვერდით მდებარეობს და იტალიელი მეპატრონე ყავს. კურორტი 23 ჰექტარზეა გაშენებული და აქ დგას რამოდენიმე კოტეჯი, რომელსაც აუცილებლად დაგათვალიერებინებთ, მაგრამ დათვალიერება მოდით გასართობი და სტუმრების მისაღების სივრცით დავიწყოთ. ეს მოქმედი ბიზნესია, რომელიც ახალ მეპატრონეს ეძებს. მოდით ახლა ეს ყველაფერი ერთად დავათვალიეროთ. ეს საპირფარეშოა კაცებისთვის მარტივად მისახვედრია, რომ მებრძოლია სურათზე გამოხატული. ეს კი უკვე შიგნით საპირფარეშო კაცებისთვის ასეა მოწყობილი. ეს კი ქალების საპირფარეშოა. ვფიქრობ, რომ შესასვლელში ეს სურათები ძალიან უხდება და შეგვპირდა, რომ დაგვიტოვებს ამ ყველაფერს, ავეჯიანად იყიდება. ხარისხი არის სუპერ, ყველაფერი საკმაოდ გემოვნებით აქვს გაკეთებული, ავეჯი არის საკმაოდ ხარისხიანი, აი ეს ბარი მომეწონა, რომელიც ძალიან სადა და ორიგინალურია, მოვიხიბლე ასევე ბუხრით. ყველა ადგილი, რაც კი მოვინახულეთ, ყველა თითქმის იყო აფრიკული სტილით გაკეთებული, ეს კი არის განსხვავებული და ორიგინალური. ეს სასადილო სივრცეა, სადაც დღეს გვიმასპინძლებენ იტალიური სამზარეულოთი. მოდით სამზარეულოშიც შევიჭყიტოთ იტალიელი სხვა რას ააშენებდა პირველს თუ არა პიცის საცხობ ღუმელს, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან უხდება. ეს შეფი აქ იფუსფუსებს და აი ამ ფანჯრიდან მოგვაწვდის სხვადასხვა კერძებს დასაგემოვნებლად. ფანჩატურის მსგავსი სასადილო სივრცე გარეთაც არის მოწყობილი, ვისაც სუფთა ჰაერზე უნდა მირთმევა, ძალიან საინტერესო მაგიდა და სკამებია აქ განლაგებული, ნამდვილად მოვიხიბლე. მოდით ახლა და კოტეჯები დავათვალიეროთ ერთად. ყველა კოტეჯს აქვს საკუთარი ბომა, აი ასეთი სივრცე, სადაც ცეცხლი ინთება და მწვადი იწვება საღამოობით და ხდება სტუმრების ინტერაქცია ერთად. ავიდეთ ახლა თვითონ მთავარ კოტეჯში. ეს კოტეჯი 3 ოთახისგან შედგება. პირველი, როგორც ხედავთ, არის შუაში მისაღების სივრცე, უკან პატარა სამზარეულოთი, სტუმრებს შეუძლიათ საკუთარი საჭმელი მოამზადონ, ან და ქვემოთ იტალიელის მომზადებული კერძები მიირთვან. ეს ერთი საძინებელი თავისი საშხაპით. თქვენ ისეთი მოხიბლულები ვართ, აქედან წამოსვლა არ გვინდა. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? ნახეთ რა ლამაზი აბაზანაა. რა ლამაზად აქვს ყველაფერი გაკეთებული და გემოვნებით. ესეც მეორე საძინებელი თავისი აბაზანით, რა თქმა უნდა, ესეც. ახლა წავიდეთ და შედარებით პატარა კოტეჯს დაგათვალიერებინებთ. ესეც საკმაოდ ლამაზია. ეს კოტეჯი ერთი საძინებლით არის. აქვე არის პატარა სამზარეულო სივრცე და აბაზანა. სამე კოტეჯისკენ მიმავალი ეზოსაც დაგათვალიერებინებთ, საკმაოდ ლამაზია და მოვლილი. ყველაფერი გემოვნებით გაკეთებული, იმდენჯერ ვიმეორებ ამ სიტყვებს, რომ არ ვიცი, ესეც ჩემი ფავორიტი მესამე კოტეჯი, თავისი მწვადის შესაწვავის სივრცით და ცეცხლის დასანთები ადგილია. ეს აფრიკაში ძალიან პოპულარულია და საქართველოშიც აკეთებენ, როგორც ვიცი. სამწუხაროდ მესამე და მეოთხე კოტეჯებს ვერ გაჩვენებთ შიგნიდან, რადგან სტუმრები არიან. აქ გაკეთებულია იტალიური სტილის აბაზანები. ამ ქანდაკებებზე გადავირიე, ულამაზესია, ეზოში არის უამრავი ავოკადოს, ლიმნისა და ლაიმის ხეები. სობაში კი ჩვენი ლანჩის დროც მოვიდა, წავედით. ვიცი რატომღაც მეპატრონეს ძალიან მოვეწონეთ მე და ენდი და გადაწყვიტა ჩვენი გამასპინძლება დღეს. აპეტაიზერი იყო ბრუსკეტა, თუ სწორად ვამბობ, გატოსტილი ნივრიანი პური პომიდრის соусთან ერთად. ბრუსკეტა. შემდეგ მოგვიტანეს კარბონარა, სპაგეტი ბეკონთან და ყველთან ერთად. შემდეგ კი ერთ-ერთი აფრიკული ცხოველი სტეიკი. ამ ცხოველს ქვია wild beast. ცხოველები ეზოში დათარეშობენ და გაჩვენებთ და ბოლოს იყო დიასახლისის მომზადებული დესერტი ტირამისუ. ასეთ პორციებით ჭამამ ალბათ 3 საათს გასტანა და ამასობაში მზის ჩასვლის დროც მოვიდა. მოწყობილია საქანელო, საიდანაც ერთი დიდი სიამოვნებაა მზის ჩასვლის ხილვა. აგრილდა და ცხოველებიც გამოვიდნენ ჩვენთან შესახვედრად.
ძე უკან დარჩა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო წითლდებოდა. ჩვენ კი სახლისკენ მივდივართ. ასე გაგვაცილეს წითელმა მზემ და ფრინველებმა დღეს სახლისკენ. რას ფიქრობთ, ვიყიდოთ თუ არა ეს კურორტი და ან თქვენ რამდენს გადაიხდიდით? მე კი ის გადამრჩენია შემდეგ ვლოგამდე დაგემშვიდობოთ, მიყვარხართ.